ქართულად დავიწერო თუ ინგლისურად იყოს? იყოს. ქართულად დავწერო? არა, იყოს ხალხონოქეთი. მოგესალმებით, მივესალმები ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ეთერში გვიყურებენ. დღეს სამშაბათია, 18 საათი და 00 წუთი, რაც იმას ნიშნავს, რომ იწყება გადაცემა ცოდნის კარი. მე კი მისი წამყვანი და ავტორი თემოვა ხოდეშვილი. დღეს უნდა განვიხილოთ საკითხი, რომლის გარეშე ცხოვრებას არანაირი აზრი და ფასი არ გააჩნია. დღეს უნდა ვისაუბროთ თემაზე, რომელსაც შეუძლია ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება შეცვალოს. რა თემაა? აუცილებლად გეტყვით, მაგრამ მინდა გითხრათ სამი ძალიან საინტერესო, ჩემთვის ძალიან საინტერესო ციტატა. პირველი, ქალი წმინდაა, ქალი რომელიც გიყვარს, ორმაგად წმინდაა. ალექსანდრე დიუმა. სიყვარულის ჩუქება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი მიღება. ოდრი ჰემპერნი. სიყვარულის გარეშე ცხოვრება უფრო მარტივია, უბრალოდ მის გარეშე აზრს კარგავს. ლევ ტოლსტოი. ალბათ მივხვდით, რომ დღეს სწორედაც რომ სიყვარულის თემა უნდა განვიხილოთ. სიყვარულთან დაკავშირებით ისაუბრებს ქეთი ჟვანია ტაისონი, პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, პიროვნული განვითარების ტრენერი და უბრალოდ კარგი ადამიანი. ახლა გავუშვათ გადაცემის ხუთი და გადაცემის ხუთის გაშების შემდეგ გიბრუნდებით ისევ პირდაპირ ეთერში და ერთად განვიხილოთ ეს ძალიან საინტერესო საკითხი, რომელსაც შეუძლია ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება შეცვალოს. Helping Hands მოხალისეთა პირველი რადიო ჩემი ხმა. 5 წელი თქვენთან ერთად. მოხალისეთა მიერ მომზადებული გადაცემები. საავტორო გადაცემის შექმნის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს. თავისუფალი მედია სივრცე სოციალურ და ახალგაზრდულ თემებზე სასაუბროდ. შემოგვიერთდით. ჩვენი მაუწყებლობა გრძელდება. გიბრუნდებით ისევ პირდაპირ ეთერში, როგორც აკვირდით, დღეს უნდა განვიხილოთ თემა, რომლის სახელწოდებაც არის სიყვარული. ამ თემასთან დაკავშირებით კი კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ისაუბრებს არაფორმალური განათლების დინოზავრი ქეთი ჟვანია ტაისონი. მოგესალმებით, ქალბატონო ქეთი, როგორ გრძანდებით? საღამოშიდობისა თემო, დიდი მადლობა. და დიდი მადლობა მოპატიჟებისათვის, მოგესალმებით ყველას, ვინც გვისმენთ და დიდი მადლობა ამ თემის არჩევისათვის, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თემაა. დავიწყოთ. ძალიან კარგი. მოდით უკვე დავიწყოთ თემის გაშლა და განხილვა, მაგრამ კი მინდა უთხრა ახალგაზრდებს, ადამიანებს, რომლებიც ახლა ჩვენ გვიყურებენ, რომ მათაც შეუძლიან დასვან კითხვები, ან მომწერონ პირადში, ან კომენტარებში დაწერონ და მე აუცილებლად მაქსიმალურად ვეცდები, რომ ეს კითხვები გავაჟღერო. ქალბატონო ქეთი, რას ნიშნავს სიყვარული? რა გზნობაა ეს, რომელსაც შეუძლია ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება შეცვალოს, რომ გითხრათ, რა არის ეს ასეთი ჯადოსნური რამ? აი, გადავწყვიტე რომ გიპასუხდე და დამება, ხო, იმდენად დიდი თემა, იმდენად საინტერესო თემა, იმდენი კვლევაა თემა ამაზე ჩატარებული, მე ახლა როგორც ერთის მხრივ რომ როგორც ადამიანს, რა თქმა უნდა, ეს მაინტერესებს, როგორც მკვლევარს მაინტერესებს, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც მუშაობ. ადამიანებს ვასწავლო, მე ვისწავლო, ჯერ და მე ადამიანებს დავეხმარო ისწავლონ, როგორ გქონდეს ჯანსაღი ურთიერთობები. სიყვარული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ამის, ხო? ნუ მეცნიერები გვეუბნებიან, რომ ეს არის ემოცია, ემოციების და ქმედებების ერთობლიობა. უბრალოდ აი მოდი ახლა შევხედოთ ეს ინგლისურად love and falling in love. სიყვარული და შეყვარებულობა. ორი სხვადასხვა რაღაცა არის. და ეხლა ამ ბოლოს გამოვიდა ძალიან საინტერესო კვლევები, არის ესეთი ელენ ფიშერი, რომელიც შეყვარებულ ადამიანებს სპეციალურ მანქანებში და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის მანქანებია, რომ ნახონ რა ხდება ტვინში. და შეყვარებული ადამიანის ტვინი, შეყვარებული, ხო? იგივე არა, სიყვარული და შეყვარებულობა ერთდაგივე არ არის. შეყვარებული ადამიანის ტვინი დაახლოებით ისეთივე ქიმიური რეაქციებით გამოირჩევა, როგორც კოკაინს რომ მიიღებს ადამიანი. ანუ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ არის. ნუ ორი სიტყვით, ეს არის ემოციებისა და ქმედებების ერთობლიობა. რომელიც შეიცავს ძალიან ბევრ პოზიტიურ იდეაში, ძალიან ბევრ პოზიტიურ ემოციას, თუმცა ადამიანის ხასიათს გააჩნია, შეიძლება სიყვარული ძალიან ნეგატიურ ემოციებში გადაიყვანოს. დიახ. გასაგებია ქალბატონო ქეთი, აი ძალიან ხშირად ამბობენ, რომ შენ ეგ ადამიანი ნამდვილად არ გიყვარდა და გამიჩნდა კითხვა ასეთი, არსებობს თუ არა ნამდვილი და ყალბი სიყვარული და თუ არსებობს, მაშინ რა განსხვავება არის მათ შორის რომ გითხრათ?
აი წეგან რაც ვახსენე თემო სწორედ აქედან მოვდივართ ხომ თუ შეყვარებულმა ადამიანმა არის სწავლა როგორ უყვარდეს ეს ადამიანი ნამდვილად ხა ცოტა ხანში ვისაუბრებ რა განსხვავება ამ ორ შორის ხო მაშინ როდესაც აი ეს წეგან რო გითხარი ნარკოტიკული ზემოქმედების პერიოდი გაივლის აი შეყვარებული დავინახი ადამიანი გამიჩნდა რაღაც აქვს ცნობები ზოგი თვლის შეიძლება ერთი ნახვით შეგიყვარდეს ზოგი თვლის რაღაც პერიოდი გჭირდება ორივე რეალობაში გვხვდება, მაგრამ რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ ეს გული მიჩქარდება, რომ ხედავ, ხო, სუმაზე მეფიქრება, საჭმელი აღარ მინდა, სასმელი აღარ მინდა, მასთან ერთად ყოფნა მინდა. შეყვარებულების პერიოდს ძალიან ბევრი ასეთი ძლიერი ემოცია ახლავს. თუ ამ დროს ადამიანმა არ ისწავლა, როგორ უყვარდეს ნამდვილად ის ადამიანი, ვის მიმართაც გაუჩნდა ასეთი ძლიერი გრძნობა, როცა ეს გაივლის, აი ეს ქიმიური პროცესები ორგანიზმში რაღაც მომენტში შეიძლება თქვას რომ არ მიყვარს ეს ადამიანი. იმიტომ რომ გაიარა იმ ჰაი რასაც ქვია ხო, როდესაც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ხარ. იმიტომ რომ შეყვარებულობა არის როდესაც მე მინდა იმ ადამიანთან ყოფნა და მე ვღებულობ სიხარულს და სიამოვნებას, როცა ამ ადამიანთან ვარ. სიყვარული არის როდესაც მე მიხარია, როდესაც რაღაცას ვაკეთებ იმ ადამიანისათვის, როდესაც მე იქით ვეხმარები, იქით ვუწყობ ხელს, იქით ვზრუნავ. შეიძლება ფიზიკურად აღარც კი ვიყო მის გვერდზე, მაგრამ მაინც მიყვარს, მაინც მადარდებს მისი კარგად ყოფნა, ხო? აი, როდესაც ალბათ ადამიანი ამბობს, რომ ეს არ იყო ნამდვილი სიყვარული, შესაძლებელია, რომ მას ჰქონდა ესეთი შეყვარებულობის პერიოდი, როდესაც იყო ესეთი ჰორმონების ზეგავლენის ქვეშ. დიახ. ქალბატონო ქეთი, აი თქვენ თქვით ასეთი რა როგორ უნდა ვისწავლოთ, რომ ადამიანი ნამდვილად მიყვარს თუ არა? ჯერ უნდა ვიცოდეთ და უნდა ვისწავლოთ და როგორ შეიძლება ამის სწავლა რომ გითხრათ? ნუ აბა შეხედე ახლა, მოდი შევხედე, თუ ვიღაც მიყვარს, ვინ არის ის ადამიანი, ვისაც უყვარს, მე ვარ, ხო? ანუ პირველ რიგში მე უნდა ვისწავლო და ასე ვთქვათ, მოდი ასე ვთქვათ, გამოვძერწო საკუთარი თავი, რომ ვიყო ისეთი ადამიანი, ვინც იცის სიყვარული, იცის ზრუნვა, იმიტომ რომ სიყვარული გარედან, ემოცია გარეთ როგორ უნდა გამოვიდეს, რაღაც ქმედებით, ხო? თუ მე არ ვიცი, კომუნიკაცია არ ვიცი, ზრუნვა არ ვიცი, ფეთქებადი ვარ, ბუტია ვარ, დაბალი თვით შეფასება მაქვს და რაც არ უნდა გააკეთოს ჩემმა საყვარელმა ადამიანმა, ყველაფერს ამას ძალიან მტკივნეულად ვიღებ. ჩემთვის ყველაფერი საბოლოო ჯამში მიდის პიროვნულ განვითარებასთან თემო. ანუ თუ მე მინდა რომ მართლა მიყვარდეს, პირველ რიგში უნდა ემოციური გონიერება განმევითარო, კარგად გავიცნო საკუთარი თავი და ისეთი ადამიანი გავხდე, რომელთანაც სასიამოვნოა ყოფნა. დიახ. ქალბატონო ქეთი, არსებობს თუ არა ასეთი შემთხვევა, როცა ადამიანმა მთელი 40-50 წლის განმავლობაში აი ეს ნამდვილი სიყვარული რაზე ჩვენ გვაქვს საუბარი, არ განუცდია საერთოდ. არსებობს თუ არა ასეთი შემთხვევა და თუ არსებობს, მაშინ რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ყოველივე? რა კარგი კითხვას ასვავ თემო. შეხედე, მე დარწმუნებული ვარ, რომ შენი ასაკის ყველა ახალგაზრდა დღეს უკვე იცნობს მასლოუს პირამიდას. ეს არის ადამიანის საჭიროებების პირამიდა, ხო? სადაც ქვემოთ აქვს საბაზისო საჭიროებები, რომ ყველა საჭმელი გვჭირდება, თავშესაფარი გვჭირდება, სითბო გვჭირდება, საარსებო პირობები, ხო? და ამ პირამიდაში არის ერთი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის მე მაქვს მოთხოვნილება, საჭიროება, რომ გავცე და მივიღო სიყვარული. იმიტომ რომ სოციალური არსებები ვართ ადამიანები და ამის გარეშე არ შეგვიძლია. ანუ სიყვარული არ არის უბრალოდ ეხლა რაღაც ცალკე რაღაც შეიძლება მქონდეს, შეიძლება არ მქონდეს და ვიყო ბედნიერი თუ არ მექნება, გვჭირდება ყველას. თუ ადამიანმა ისე გავლო მთელი ცხოვრება, რომ არ განუცდია ეს გრძნობა, ну, იცი რა, ამას სხვადასხვანაირად უყურებენ ახლა სპეციალისტები, მე ჩემი საკუთარი გამოცდილებით და რაც შემიძლია გითხრა, რომ ან ერთი ამ ადამიანს იმდენად ერთი შეიძლება რომ მართლა ბიოლოგიური რაღაც ჯანმრთელობის დარღვევა შეიძლება ჰქონდეს, შეიძლება ფსიქოლოგიური დარღვევები ჰქონდეს ადამიანს და არ ჰქონდეს უნარი სხვა ადამიანთან შევიდეს ასეთ კონტაქტში, ემპათია საერთოდ არ ჰქონდეს, ხო, აი არიან სოციოპატები, რომელიც ვერ გრძნობენ ემოციებს სხვა ადამიანების მიმართ, ბუნებრივია ის სიყვარულს ვერ განიცდის. მაგრამ შეიძლება ამას ჰქონდეს მიზეზი ძალიან დაბალი და ავადმყოფური თვითშეფასება. ხო, როდესაც ადამიანი ვერ ბედავს, ეშინია. მე ვიცნობ ძალიან ჭკვიან, ძალიან კარგ ადამიანს, რომელიც არ შედის ურთიერთობაში, იმიტომ რომ ეშინია, რომ მერე გული ეთკინება, იმიტომ რომ შეიძლება როდესღაც ასე მოხდა. და აი აქ ვამბობ ზუსტად, ბევრისთვის ძალიან უცნაურად შეერწყმე, როგორ შეიძლება სიყვარული ისწავლო. და მე ვთვლი, რომ უნდა ვისწავლოთ, რომ შევძლოთ, იმიტომ რომ გაიარო მთელი 40-50 წელი ისე რომ არავინ არ გიყვარდეს,
რომანტიულად, შენ ალბათ რომანტიულ სიყვარულზე მეკითხები, თორე ხა დარწმუნებული ვარ, ოჯახის წევრები და სხვა კარგი ადამიანები ალბათ უყვარს ამ ადამიანს, მაგრამ რომანტიულ სიყვარულზე ამბობს უარს, ხო? აქ შეიძლება შემოვიდეს ისეთი მომენტი, როგორც არის რამდენად, როგორი მიჯაჭვულობის რომელი ტიპი გაქვს ადამიანს განვითარებული. ძალიან ბევრი საინტერესო თემა გამოდის აქ თემო. ასე რომ, აბა რა გითხრა, ერთი პასუხი რომ რატომ მოხდა ამ ადამიანის ცხოვრებაში ასე, ერთი პასუხი არ არის. დიახ. აი ქალბატონო, ქეთით თქვენ ახსენეთ ასეთი რამ. შიში გულის ტკივილისა უნდა არსებობს ადამიანებში და შეიძლება ეს იყოს თავარი პრობლემა. აი როგორ უნდა დავძლიოთ ეს შიში გულის ტკივილისა, რომ გვითხრათ და ეს ბუნებრივი პროცესია თუ არსებობს ხელოვნურად, რომ აი ეს პრობლემა მოვაგვაროთ? შეხედე ისევ აი წეგან ვახსენე და ისევ მოვალ ჯანსაღ თვითშეფასებასთან. თუ მე კარგად გავიცანი ჩემი თავი, ვიცი ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები, მიღებული ვიყავ საკუთარი თავი, ჩემთვის უფრო ადვილია სხვა ადამიანებთან ურთიერთობა. როდესაც მე მეშინია რაღაც ურთიერთობაში შესვლის, იმიტომ რომ მე მეტკინება, ანუ ეს აბა მოდი შევხედე რამდენად მაქვს ამ დროს მე ჯანსაღი თვითშეფასება, იმიტომ რომ შეხედე როცა ჯანსაღი თვითშეფასება მაგ არც შეცდომების არ მეშინია, იმიტომ რომ ვიცი რომ ადამიანი ვარ შეცდომებს დაუშვებ. ტკივილი მიღებული მაქვს, რომ ნუ ხო შეიძლება რაღაცა შემეშალოს, სადღაც მეტკინოს, წავიქცევი, ისევ ავდგები, ისევ გავილი, მაგრამ ამხელა ბედნიერებაზე თქვა უარი, მხოლოდ იმიტომ რომ გეშინია, რომ შეგეშლება, რომ გეტკინება. რა უყოთ ამას, მე ვთვლი რომ უნდა გავძლიერდეთ. უნდა შევიცვალოთ მსოფლმხედველობა ალბათ. უნდა მივიღოთ ის, რომ კი, შეიძლება გული მეტკინოს, იმიტომ რომ შეხედე, როცა ურთიერთობაში შედიხართ, როგორ შეიძლება გქონდეს ისეთი წარმოდგენა, რომ არასდროს არაფერი არ გეწყინება, არ გეტკინება, არაფერი არ შეგეშლება, იმიტომ რომ ის ადამიანი სოციალური ადამიანია. აი შეხედე, შეყვარებულობა და სიყვარული კიდევ რომ დაუბრუნდე, რითი განსხვავდება, იცი? როდესაც მე შეყვარებული ვარ, შეყვარებულ ადამიანში კარგის მეც ვერაფერს ვერ ვხედავ. ბრმავდები საერთოდ და ამას თავისი ბიოლოგიური მიზეზები აქვს, იმიტომ რომ სხვანაირად გამრავლება არ მოხდებოდა. ძალიან არარომანტიული განცხადებაა, მაგრამ ასეა, რომ ადამიანის მიმართ აი ესეთი ლტოლვა ბიოლოგიურად არის ჩვენში ჩადებული, იმიტომ რომ სურვილი გამიშდეს ადამიანთან ურთიერთობის, ხო, მაგრამ შეხედე, როდესაც ბრმა ვარ, ვერ ვხედავ მის, შეიძლება მშობლები მეუნებიან ან მეგობრები, რომ ამ გაგაგიჟა ამასთან, რა გინდა, რა გინდა ამასთან ურთიერთობა, მაგრამ ვერ ხედავ ბრმა ხარ. მე გაივლის აი ეს ხო? და აი ამ დროს უკვე ხედავ იმ ადამიანში რაღაცა ისეთ თვისებებს, რომელიც ადრე არ დაგინახია. ხო, და აი აქ შენ თუ მზადა ხარ და გაზარდე შენი თავი იმისთვის, იცი როგორ უნდა გქონდეს ადამიანთან ურთიერთობა. მაშინ შეძლებ შენ რომ აი ეს შიში გადალახო. იმიტომ რომ იმ ადამიანს მიიღებ ისეთ როგორიც არის და გეყვარება ისეთი როგორიც არის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა შეუწყო ხელი რომ გაიზარდოს და უფრო კეთესი გახდეს. შენც უნდა გაიზარდო, ისიც უნდა გაიზარდოს. დიახ. საინტერესო პასუხი იყო ნამდვილად ქალბატონო ქეთი და ასეთი შეკითხვა გამიჩნდა ახლა COVID პანდემია იყო, რთული ეკონომიკური სიტუაცია იყო, მრავალი პრობლემები იყო. აი ამ პრობლემებმა, რაც COVID-მა გამოიწვია და ყოველდღიურ ცხოვრებაში დაარტყა ადამიანებს, თუნდაც ეკონომიკა ისევ და ისევ. შეცვალა თუ არა სიყვარულის გრძნობა ადამიანებში, აი ამ პრობლემებმა რომ გვითხრათ. და საერთოდ ჩაუზვია თუ არა ამ ეკონომიკურ პრობლემებს თუნდაც შეცვალოს სიყვარულის გრძნობა ადამიანებში. ძალიან საინტერესო რაღაცა თქვი ხა შენ. კი, სამწუხაროდ შეუძლია, ოღონდ მოდი ისევ შევთანხმდეთ, რომ აი, ჭყალებში ვიდო, ხო? ნამდვილი სიყვარული ამ დროს არ იცვლება. უბრალოდ რადგან ჩვენ ძალიან ხშირად გამომყენებლურად უდგებით ერთმანეთს. ხო, მე შეყარებული რო ვარ და სხვა ადამიანი რო მიყვარს, ის ადამიანი ჩემთვის მჭირდება. ამიტომ ძალიან დიდი პრეტენზიები მაქვს როგორც წესი ამ დროს. თუ ეს ნამდვილი სიყვარული არ არის. და რაც უფრო მეტი სირთულე შემხდება ცხოვრებაში, რაც უფრო დაიძაბება ჩვენი ცხოვრება, მით უფრო მეტი კონფლიქტი გაჩნდება. ყველაზე მეტი კონფლიქტი ვისთან აგვაქვს? იმ ადამიანთან, ვინც ყველაზე ახლოს ავართ, ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს, ხო? იმიტომ იმათ მიმართ აგვაქვს ყველაზე მეტი პრეტენზიები. და თუ აი ხა COVID-ი რო ახსენე, ხო, არის ასეთი მოსაზრება, რომ აი ამ პერიოდში, როდესაც ჩვენ ფიზიკურად ერთად ჩავიკეტეთ და თითქოს ფიზიკურად ამაზე ახლოს არც არასოდეს არ ყოფილვართ, ძალიან ბევრ ურთიერთობაში ადამიანები ეხლა უფრო დაშორდნენ ერთმანეთს, ვიდრე მაშინ როცა ფიზიკურად არ იყვნენ ერთად. რატომ? იმიტომ რომ ძალიან ახლოს დაინახეს ის
ნაკლი, მოდი ასე ბრჭყალებში ვთქვათ, რაც გვაქვს ადამიანებს. და თუ მე შენთან ურთიერთობაში მაქვს ჩემი წარმოდგენა, როგორი უნდა იყოს თემო, და მე აღმოჩნდა, რომ თემო ისეთი არ არის თურმე, როგორც მე წარმოვიდგინე, მოდი დავფიქრდე, ხო, პრინციპში ვისი ბრალია, თემოს ბრალია თუ ჩემი ბრალია. ხო? თუ მე ვისწავლი თემოს სიყვარულს ისეთსაც, როგორც თემო არის და ამ დროს ხელს შეუწყობ, როგორც ადამიანი გაიზარდოს, განვითარდეს, მაშინ ეს საინტერესო პროცესი იქნება. თუ მე მაქვს პრეტენზიები და მინდა რომ შენ ისეთი იყო, როგორც მე მინდა რომ იყო, რაც უფრო ახლოს ვიქნები და რაც უფრო დაიძაბება ცხოვრება, ეკონომიურად იქნება ეს თუ სხვა მხრივ, მით უფრო მეტი კონფლიქტი გაჩნდება. და ისე მივდივართ აი ემოციურ გონიერებასთან მივალთ თემო ისე, ხო, რამდენად ვიცით საკუთარი ემოციები საიდან მოდის და რა მოუხერხოთ ამას ყველაფერს. დიახ, ქალბატონო ქეთი, აი კიდევ გამიჩნდა ასეთი კითხვა, რადგან COVID პანდემია ვახსენეთ ჩვენ და რადგან ჩაკეტილობა იყო და ლოკდაუნები გამოცხადდა, გამიჩნდა ასეთი კითხვა. დამეთანხმებით ალბათ, რომ შეყვარებულობის პროცესში და ამ დროს სიყვარული უფრო დიდია წყვილებს შორის. მაგრამ ისინი, რომ დაქორწინდებიან და უკვე ყოველდღიური შეხება აქვთ ერთმანეთთან, თითქოს და ეს სიყვარული, რაც თავდაპირველად იყო, ქრება სამწუხაროდ. რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს? იმან, რომ მუდმივად ერთმანეთს უყურებენ, თუ არის კიდე სხვა მიზეზი, რამაც გამოიწვია ის, რომ აი ეს სიყვარული, რაც თავდაპირველად იყო ორ ადამიანს შორის, შემდგომ თითქოს და ის სიყვარული ნელ-ნელა იშლება სამწუხაროდ. დამეთანხმებით, რომ ეს ყველა ოჯახის პრობლემა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მე არ მეგულება ოჯახი და წყვილი მაგალითად, თავიდან რომ უყვარდათ ის სიყვარული ბოლომდე გაგყოლოდათ. რომ გითხრათ, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? აი მე ვიცნობ წყვილებს, ვინც ახერხებენ და განაახლებენ ხოლმე ამ ემოციას. იმიტომ თქვით, რომ ეს მაინც არის ემოცია, ხო? ეხლა შეხედეთ თემო, ისევ და ისევ მივდივართ, რამდენად ვსწავლობთ ამ თემას, რამდენად ვიცი, იმიტომ რომ თუ მარტო დინებას მივყვები, აი ცხოვრებაში და ამემართ ვიღაცა მომეწონა, ვიღაცა შემიყვარდა, გავყევით სულ, ну მინდა გითხრა რომ მე მქონდა პირველი ქორწინება 13 წელი ვიყავით მე და ჩემი პირველი მეუღლე ერთად და მე ძალიან ბევრი რამე არ ვიცოდი, ძალიან ბევრი რამე მეშლებოდა, მასაც ძალიან ბევრი რამე ეშლებოდა, იმიტომ რომ დამოკიდებულება პრინციპში ჩვენ გვაქვს საყვარელი ადამიანების მიმართ გამომყენებლური, რომ მან უნდა შექმნას პირობები, რომ მე ვიყო ბედნიერი. ორივეს ეს დამოკიდებულება. და ხა შეხედე თუ შენ ხარ, რახან შენ მარტო სიყვარული კი არა, ხა ოჯახი ახსენე, მართალია მოზარდები და თინეიჯერები ხართ, მაგრამ რახან ამ სფეროში შევედით, მოდით როგორც დასრულებმა ისე ვისაუბროთ, ხო? ჩემის აზრით ოჯახში თემო არის სამი განზომილება ურთიერთობების. ეს არის ადამიანი და ადამიანი, ჩვენი მეგობრობა, ჩვენი სულიერი კავშირი, რაც აუცილებლად საჭიროა. ეს არის ცოლი და ქმარი, ეს არის მეურნეობა, ოჯახი, მანქანა, სახლი, შვილები, რა ვიცი, ძალიან ბევრი ყოფითი წვრილმანი და ეს არის ქალი და კაცი, ჩვენი ფიზიკური ურთიერთობა. ხო? როგორც წესი, შეყვარებულობა იწყება ხოლმე აი ამ ორი საწყისით, ფიზიკური, გოგოს და ბიჭს მოეწონათ ერთმანეთი, ქალს და კაცს მოეწონათ ერთმანეთი, ხო? მაგრამ თუ ჩვენ არ ვისწავლეთ, როგორ უნდა გადავიდეთ აი ამ სხვა როლებში, როგორ ვიყო ცოლი და ქმარი, როგორ უნდა ძალიან ხშირად ეს ყოფითი დეტალები ანგრევს აი იმ რომანტიულ ურთიერთობას, რომელიც შენად ხო? გადის დრო და ისე აღარ უყვართ ერთმანეთი. ისე კი აღარ უყვართ, არა, უბრალოდ ძალიან ბევრი რამ ეყრება ზედ მათ ამ გრძნობას და ვერ უგრძებს, იმიტომ რომ ამ გრძნობასაც განვითარება შეიძლება. და არც შენ მოგისმენია თუ არა, მე ხშირად ვლაპარაკობ ხოლმე სიყვარულის 5 ენაზე. და თუ გინდა ძალიან სწრაფად და ძალიან მოკლედ გეტყვით ეს რა არის, იმიტომ რომ თუ არ ვისწავლეთ, ისე არაფერი არ გამოვა. და ეხლა ერთი მაგალითი მაგისი, ხო, როგორ აღმოვაჩინე მე ჩემთვის რაღაცა ძალიან საინტერესო. როდესაც ჩემმა და სხვადასხვა ფსიქოთერაპიაზე ვიყავი, მაშინ როცა ფსიქოთერაპევტმა გამიძიარა, მე ჩემ შვილთან დაკავშირებით მაინტერესა. და შენი შვილი სხვა ლაპარაკობს. მე ვთქვი როგორ გეკატრებათ, ქართულად ლაპარაკობს ბავშვი და ამერიკაში ვიყავი მაშინ. და მითხრა რომ სიყვარულს ადამიანები გასცემენ და ხებულობენ სხვადასხვანაირად და თუ ეს არ იცი, მაშინ თუ ეხლა მე წარმოვიდგინე შენ ეხლა მე და შენ ვსაუბრობ და უცებ მე რომ დავიწყოთ ჩინურად ლაპარაკი. იგივე ტექსტი რო ვილაპარაკო, შენ ვერ გაიგებ, იმიტომ რომ სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკ. ხო და აი არის ასეთი თეორია, სიყვარულის 5 ენა, რომელიც ამბობს რომ არიან ადამიანები, ვინც სიყვარულს გასცემენ ფიზიკურად, შეხება, ჩახუტება, კოცნა, თავზე ხელის გადასმა, ხო ფიზიკურად გამოხატავს ადამიანი თავის გრძნობას. მეორე, ეს არის სიტყვიერად გამოხატავს ადამიანი თავის ემოციებს, ხო? შექება, კომპლიმენტები, მე შენ მიყვარხარ სიტყვები, აი ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? გამხნევება. მესამე, ეს არის საჩუქრები. საჩუქრის ფას მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ ის რომ ადამიანმა იზრუნა ჩემზე და საჩუქარი გამიკეთა, ამაში ჩადო დრო და ენერგია, ეს უკვე ჩემთვის არის იმის ნიშანი, რომ უყვარვარ.
მეოთხე ეს არის ერთად გატარებული ხარისხიანად გატარებული დრო, როდესაც მე და შენ რაღაცა გავაკეთეთ ერთად. შეიძლება შენთვის და ჩემთვის ეს იყოს, არ ვიცი, ბოულინგის სათამაშო წავედით და ჩემთვის და ვიღაც ხისთვის შეიძლება დავჯექით და 1 საათი ვილაპარაკეთ ფილოსოფიაზე. მაგრამ ერთად გატარებული დრო არის. და ბოლო ეს არის საქმით გამოხატული სიყვარული. აი მე ყოველთვის ხუმრობ ხოლმე, რომ განსაკუთრებით დედებს აქვს ეს პრობლემა. რომ აი დილით ადრე რო ავდექი საჭმელი რომ მოგიბზადე, სახლი რო დავალაგე, რო დაგირეცხე, ამითი გამოვხატე შვილო შენს მიმართ სიყვარული. და აი აღმოჩნდა რომ მე და ჩემი შვილს სხვადასხვანაირად ქონდა ეს. მას წირდებოდა სიტყვები, მე გამოვხატავდი საქმით. ის ვერ გზნობდა რომ მე ის მიყვარს, მე ვერ ვგრძნობდი რომ ის მას უყვარვარ და პატივს ვცემს, იმიტომ სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობდი. ამიტომ უნდა ვისწავლო, ვინ ვარ მე, როგორ გამოვხატავ და მეორე ადამიანი, იმისათვის რომ ეს ყველაფერი დავამტკიოთ ერთმანეთთან. დიახ. აი აქ შეგვიძლია თუ არა გარიდებაც გამოვიყენოთ აი ეს მეთოდი, იმიტომ რომ მე მქონია შეხება ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარდა და დადგა ის დრო, როცა ამ ადამიანისადმი სიყვარული თითქოს და ისეთი არ იყო, როგორც თავდაპირველად, გადაწყვიტე რომ 2 კვირა არ მენახა. და ამ 2 კვირის შემდეგ, როცა ნახე ეს ადამიანი, ისევ ის თავდაპირველი სიყვარული, რაც მაშინ ამ ადამიანის მიმართ ჰქონდა, თითქოს და განახლება მოხდა ამ სიყვარულის. გარიდება რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ მომენტში? ხო, ну ერთ-ერთი ტექნიკა არის, რომელსაც იყენებენ, რომ არ არის საჭირო, რომ მუდმივად ერთმანეთის თვალწინ იყვნენ ადამიანები, თუმცა არიან ისეთები, ვინც ამას ახერხებენ და არის ადამიანს გააჩნია, თუმცა ერთ-ერთი ტექნიკა არის ესეთი, რომ სხვადასხვა საქმეები ქონდეს. აი ძალიან ხშირად ხდება ხოლმე შეყვარებულებს, უნდათ რომ ყოველთვის ერთად იყვნენ. ყველაფერი ერთად უნდა აკეთონ. სადაც არ უნდა წავიდეს ერთი მეორეც იქ უნდა გაყვეს და ძალიან წqis და ბრაზდება თუ ეს ასე არ ხდება. და რჩევა არის, რომ მოძებნეთ თქვენი საქმე. არ არის საჭირო ყოველთვის ერთად იყოთ. თუმცა თქვენები ისევ შეიძლება ვიკამათოთ ამაზე. არიან არაჩვეულებრივი შეყვარებული ცოლ-ქმარი, რომელიც საქმეს აკეთებენ ერთად და სულ ერთად არიან. მაგრამ ამისათვის უნდა დაგეგმო რაღაცები, რაც ხელს შეუწყობს იმ გზნობის განახლებას. დიახ. ქალბატონო ქეთი, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზოგადოებას თავი შევაყვარო და აი ერთ-ერთი ახალგაზრდა წერს ასეთ რაღაცას, კლასში ვარ 16 გოგონა, 15 ცალკე არის და მე ცალკე ვარ, არ მელაპარაკებიან და რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ მათ თავი შევაყვარო? ხო, აბა მოდი ახლა დავფიქრეთ, თავი შევაყვაროთ თუ თავი მოვაწოდოთ, იმიტომ რომ ეს ორი სხვადასხვა რაღაცა არის, ხო? მე რა თქმა უნდა მჭირდება რომ ადამიანს მოვწონდე და ახლა თუ უყვარვარ კიდევ თლად გადასარევ, მაგრამ თავი შევაყვარო, ახლა შეხედე, მე ასეთ რჩევას მოგცემ, რომ თუ შენ გინდა რაღაც მიიღო, ის უნდა გასცე. მე არ ვიცი ეს გოგონა რატომ არის ასე გამოცალკევებული, ეს არის მისი ხასიათის ბრალი თუ ეს არის რაღაც სხვა მიზეზების ბრალი, ეს არის უგულო და ბულინგის სიტუაცია არის კლასში თუ რა ხდება, მე არ ვიცი ახლა ეს სიტუაცია, ამიტომ ვერავით არ კონკრეტულ რჩევას ვერ მიცემ, მაგრამ ვიტყოდი რომ თუ გინდა რომ უყვარდე სხვა ადამიანებს, სიყვარული უნდა გასცე. შენ თვითონ უნდა გამოხატო სიყვარული მათ მიმართ, შენ თვითონ უნდა ეცადო რომ გამოხატო პატივისცემა, მოწონება და ამ შემდეგ ოღონდ გულწრფელად, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იგრძნობა. როგორც კი თამაშს დაიწყებთ, ეს იქნება არაგულწრფელი, ადამიანები რა თქმა უნდა იგრძნობენ. რამდენად გაქვს ამისი უნარი? იმიტომ რომ ახლა თუ კონფლიქტია, მაშინ კონფლიქტების გადაჭრის უნარები უნდა განივითარო. ხო? თუ კომუნიკაციის პრობლემა გაქვს, კომუნიკაცია უნდა ისწავლო. თუ შენ ემოციებს ვერ მართავ, ემოციების მართავ უნდა ისწავლო, იმიტომ რომ სხვა ადამიანებთან სხვანაირად ახლა წარმოიდგინე, მე და შენ გქონდეს ურთიერთობა და შენ გეშინოდეს რამის თქმა, იმიტომ რომ მე შეიძლება ავფეთქდე და გავგიჟდე და გადავირიო. ხო? ძალიან რთული იქნება ახლა ჩემთან ურთიერთობა. ასე რომ სიყვარული ეს არის ურთიერთობა და ურთიერთობა სწავლა ჭირდება. დიახ. გბარლობ ქალბატონო ქეთი, იმედია გავეცდი ამ ახალგაზრდის კითხვას პასუხი. ოჯახში ჯგუფს შესაძლოა თუ არა სიყვარულის ჩამონგრევა მოჰყვეს და თუ ერთ ჯგუფს მოჰყვა იმ სიყვარულის ჩამონგრევა, რაც მათ შორის არსებობდა, შეგვიძლია თქვა თუ არა, რომ ის სიყვარული ნამდვილი არ იყო და იყო ყალბი? კარგი კითხვა, მე როგორ ვხედავ ამას თემოიცი, რომ აი არის სიყვარული და არის სიყვარული როგორც გზნობა, ხო? და არის ქმედება, რასაც მე ვაკეთებ. ცხოვრებაში როგორც ვიქცევ, ხასიათი როგორი მაქვს, ხო? როგორი ძლიერი ემოციაც არ უნდა მქონდეს და გზნობას, თუ მე არ გავზარდე ჩემი თავი იმისათვის, რომ ადეკვატურად ვიქცეოდე. ეხლა მე შენ გითხრა მიყვარხარ თქო და მთელი დღე გეჩხუბო, შეურაცხყოფა მოგაყენო და მე გითხრა რომ რას ლაპარაკობ, თემო ძალიან მიყვარხარ. ეხლა ჩემთვის სიყვარული არის ზრუნვა. ჩემთვის სიყვარული არის
მე უნდა ვიგრძნო რომ შენ გაღელვებ ჩემი კარგად ყოფნა და თუ მუდმივად სტრესში მომყოფებ, თუ მუდმივად მძაბავ, მარტო სიტყვიერად მე შენ მიყვარხარ და მარტო ის რომ რაღაცა ემოცია გაქვს, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებ ამ ემოციას. ასე რომ ადამიანების ცუდი ხასიათი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ანგრევდეს მათ შეიძლება ძალიან ნამდვილ სიყვარულსაც. ასე რომ ხასიათის გაზრდაა საჭირო. ყოველთვის მიკვირდა ერთი რამ, რომ როგორ შეიძლება ადამიანებში უცბად ქრებოდეს სიყვარული. არ არის ეს სიყვარული, შეყვარებულობაა. დიახ, უცბად ქრებოდეს აი ეს სიყვარული და რა უნდა გავაკეთოთ კიდევ ერთხელ რომ ვითხრათ იმისთვის, რომ აი ეს სიყვარული შევინარჩუნოთ, აი ერთი და მნიშვნელოვანი რომ ვითხრათ. ერთი და მნიშვნელოვანი. ორი და მნიშვნელოვანი. როგორ შეინარჩუნოთ სიყვარული? კარგით, სანამ ამ კითხვას პასუხს გავცადეთ, მაშინ მოგვიყვებით თქვენი სიყვარულის ისტორია და გვითხრით თუ როგორ შეინარჩუნეთ ის სიყვარული, რაც თავდაპირველად გქონდათ, თქვენს ქვათ როკისთან რომ გვითხრათ. როგორ დაიწყო თავიდან და როგორ მოდიხართ დღემდე? იმედი მაქვს, რომ ძალიან საინტერესო მაგალითი იქნება. და რომ ერთმანეთი გავიცანით თბილისში, როკი მოვლინებული იყო აქეთ ამერიკელი სპეცნაზელია როკი. თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და მეც ამერიკულ ერთ-ერთ სამხედრო პროგრამაში მუშაობდი თარჯიმნად და ერთ-ერთ შეხვედრაზე თარჯიმნები ვიკრიბებოდით ხოლმე რესტორანში მივიდიოდი და როკიმ თავი დაიპატიჟა და წამოვიდა იქ ჩვენთან ერთად და ისე გავიცანი. და თავიდანვე ძალიან ისეთი იუმორის ვნობა აქვს როკი ძალიან კაი იუმორის ვნობა აქვს და ძალიან საინტერესო ადამიანია და ბუნებრივია ადამიანურად ძალიან მომეწონა. რო გითხა ეხლა რომ შემიყვარდა თქო ეგრევე არა. რო გითხა რომ მომეწონა მეთქი ეგრევე არც ეგრე არ მომწონებია. უბრალოდ ძალიან საინტერესო ადამიანი იყო და მე მეგობრობა დავიწყეთ. მეგობრობიდან წამოვიდა ეს ყველაფერი. მე ხშირად ახალგაზრდებში გამიგონია რომ ეს როგორ მაკადრა ჩემი მეგობარია და მითხრა მიყვარხარო. როგორც გითხარი, ჩემი ეს აზრით, აი სამი განზომილება არის ადამიანი და ადამიანი, ქალი და კაცი, ცოლი და ქმარი, ასე რომ ადამიანური ურთიერთობა ძალიან საჭიროა. რაღაცა რამდენიმე თვის განმავლობაში ვხვდებოდით ერთმანეთს და მე როცა როკი წავიდა ამერიკაში, ასეც თვლიდით რომ როკი წავიდა და წავიდა, მე აბრჩები, მე დამირეკა და მითხრა რომ უკეთ ერთად უნდა ვიყოთო. კარგი, მეთქი და მე სულ დავცინი ახლა რომ მეთქი მოდი გავიყაროთ და ნორმალურად გამიგეთებ მე ვთქვი შემოთავაზებ რა არის ეს რომანტიული სულაც არ იყო ეგრე ტელეფონით აბა მოდი ერთად. შეხედე ხა რა შეესახმე შენ ამის უკითხვა რომ როგორ მოვახერხე რომ ვინარჩუნებთ ამ გზნობას. აი როგორც ბავშვს სჭირდება გაზრდა და თავისთავად რა თქმა უნდა შეიძლება მიაგდო ბავშვი და გაიზარდოს, მაგრამ მე გულწრფელად მჯერა რომ ადამიანებს შორის ურთიერთობა სჭირდება მოვლა, მზრუნველობა და გაზრდა, ხო? იმიტომ რომ როგორც კი ჩაივლის აი შეყვარებულობა და თავიდან მქონდა რომ ისო დავინახავდი გული მიჩქარდებოდა და ეს რასაც ვეძახი რომ ინგლისურად ქვია butterflies, ხო? ეს პეპლები რო დაფრინავენ და მახსოვს დღე თემო, როდესაც გავიღვიძე და დავინახე როკი და არ მქონდა ეს შფოთვა და პირველი კითხვა რაც წამოვიდა რომ ღმერთო ჩემო აღარ მიყვარს? რომ ძალიან ბევრი ადამიანს აქვს და სწორედ ეს არის, როდესაც სწავლობ შენ ამ მიმართულებით და ერკვევი ამ საგანში და ხვდები რომ შეყარებულობამ თუ გაიარა, ეს იმას არ ნიშნავს რომ ადამიანი არ გიყვარს, მაგრამ შენ მუდმივად რომ გინდოდეს რომ აი ესე გული ყელში გიცემდეს რთულია ასე ცხოვრება ეხა ცხოვრებაში, მაგრამ ამ დროს მოდის სულეთ განსხვავებული შეგრძნებები, ძალიან ნაზი, ძალიან თბილი, ზრუნველობითი, როდესაც გიხარია ადამიანი, როდესაც ზრუნავ ადამიანზე, ოღონდ ეს განსხვავებულია შეყვარებულობისაგან განსხვავებით. ასეთი ძლიერი ფეთქებადი ემოციები არ არის იქ, მაგრამ არის ძალიან სასიამოვნო. დიახ. აი, რადგან თქვენი სიყვარულის ისტორია ვახსენეთ, მე ვიცი რომ ბატონი როკი მუდმივად იკეთებს სიურპრიზებს და მაგალითად მოგიხარდათ თქვენს ორგობესთან, ეგრეთ წოდებულ ჭიშკართან ლამაზი ნახატი, რომელიც ძალიან დიდ სიამოვნებას აქვთ თქვენზე დარწმუნებული ვარ ყველა ადამიანს, ვინც ამას შეხედავს რეალობაში. შეიძლება თუ არა რომ ამასაც დავაბრალოთ ის რომ აი ეს თქვენი სიყვარულის ისტორია არის მუდმივი, ძლიერი, იმიტომ რომ
ძალიან ბევრი გულის გახარება ხდება თქვენს შორის, ხოდით ასე. აი, ძალიან კაი კითხვაა თემო და შეხედე, როდესაც მე სიყვარულის ხუთ ენაზე ვისაუბრე, მე და როკი ვისწავლეთ ერთმანეთის ენები. მე საქმით გამოვხატავ სიყვარულს. ამიტომ როცა როკი იდგა და ხატავდა და მე ამას ვუყურებდი, იმიტომ რომ მე ვიცოდი, რომ ამას ჩემთვის აკეთებს. ხო? საქმით გამოვხატა. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და როკის სიყვარულის ენა არის სიტყვები. ამიტომ მე ყოველთვის ვცდილობ, რომ გამომხნევო, შევაქო, ხარი დაუჭირო, როცა რაღაცა იდეა აქვს, მარტო ის კი არა, რომ სიტყვებით ვთქვა, მე შენ მიყვარხარ, არამედ სიტყვიერად გამოვხატო. ასე ჩვენ ვისწავლეთ ერთმანეთის ენები და ეს გვეხმარება ალბათ. დიახ. ბოლო ორი კითხვა მე ახლა უცბად მომართები და ასეთი რამ თითქოს ახალგაზრდებში ტრენდულია სიყვარულის დამალვა. თქვენი აზრით, რატომ ალავს საზოგადოება იმას, რომ შეყვარებული ყავთ, ან შეყვარებულები არიან? რა შეიძლება ეზაურო და როგორ უნდა აღვქვათ ეს პრობლემა? ხო, მეც რომ ვიყავი ახალგაზრდა, მაშინაც ამბობდნენ, რომ სიყვარულსა მალვა უნდაო, ხო, ძალიან ცნობილი სიტყვებია. მაგრამ აბა რა გითხრა, მე მგონია, რომ ერთი შიში არის ის, რომ თვალი არ ეცეს, ასეთი მოარული ისიც არის, ხო, რომ ეხლა მე გამოვამჟღავნებ, რომ ვიღაცა მიყვარს და მე შეიძლება ვიღაცამ ისეთი თვალი შემომხედოსო, თვალი გვეცეს, ან ვიღაცა შეშურდეს ჩვენი. მე ვფიქრობ, რომ სიყვარული იმდენად ლამაზია, თუ ნამდვილად სიყვარულია, თუ ამას არ მოყვება ეჭვიანობა, ბრაზი, ხო? იმიტომ რომ ამას ძალიან ბევრი ნეგატიური რაღაცა შეიძლება მოყვეს, თუ ეს მართლა სიყვარული არ არის და ეს არის უბრალოდ გატაცება, ეს არის უბრალოდ ძლიერი ტოლვა და სურვილი, რომ ეს ადამიანის შენი საკუთრება იყოს. ეს სულ სხვა თემა არის. ამიტომ მე ვფიქრობ, თუ ლამაზი სიყვარულია, დამალვა კი არა, გაზიარება არის საჭირო, რომ სხვა ადამიანებსაც გაეღიმოთ და სხვა ადამიანებსაც უხაროთ. დიახ. ქალბატონო ქეთი, თქვენ ახსენეთ, ნახეო და მომეწონაო სიყვარული არ იყო თავდაპირველად და ერთი ნახვით სიყვარული თუ არსებობს თქვენი აზრით? მე მგონია ერთი ნახვით სიყვარულიც, რასაც ეძახიან, მე მგონია ეს არის ერთი ნახვით გატაცება. იმიტომ რომ სულიად შესაძლებელია და ამას ბიოლოგიურად დღეს მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ისეთი ჰორმონების ამოფრქვევა შეიძლება მოხდეს, რომ ისეთი ძლიერი ლტოლვა გაქვს ადამიანის მიმართ, ძალიან ძლიერი. რომ ამას ზოგიერთი სიყვარულს არქმევს, მაგრამ თუ თავის სახელს დავარქმევთ, ეს არის მიზიდულობა, ლტოლვა და ეს შეიძლება ერთი ნახვით მოხდეს ნამდვილად. მეც მქონია ასეთი შემთხვევა. დიახ. და ბოლო კითხვა მექნება, რა ჩვენი გადაცემის ქრონომეტრაჟი წამოიწურება. ქალბატონო ქეთი, რას ნიშნავს თქვენთვის სიყვარული ერთი სიტყვით რა ვიტყვით? ჩემთვის სიყვარული ნიშნავს ვზრუნავდე სხვა ადამიანზე და ხელს უწყობდე მის განვითარებას, მიხაროდეს მისი კარგად ყოფნა. და ეს შემეძლოს იმდენად თუ ნამდვილად სიყვარული, მაგრამ მე შემელოს ამის კეთება მიუხედავად იმისა, ეს ადამიანი არის ჩემთან, არ არის ჩემთან, უბრალოდ მიხაროდეს მისი კარგად ყოფნა, მისი არსებობა დედამიწაზე. დიახ. დიდი მადლობა ქალბატონო ქეთი, აი ჩემთვის მაგალითად სიყვარული არის დიდი ბედნიერება, რომელსაც გაზიარება სჭირდება თავდაპირველად აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ადამიანები როგორ იტევენ ამ ხელა სიყვარულს თავიანთ გულში და რო არ გაცემენ. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემაც. ვფიქრობ ძალიან საინტერესო იყო, ჩვენთვის ძალიან საინტერესო თემა იყო, გამორჩეულად საინტერესო იყო, იმიტომ რომ გასაგებია საჯარო გამოსვლები, გასაგებია мотиваციის ძალა, მაგრამ სიყვარული არის ის, რაც ყველაში უნდა იგრძნობოდეს აუცილებლად. შეუძლებელია ცხოვრება, როგორც არაჩვეულებრივი ადამიანები გვეუბნებოდნენ თავდაპირველად გითხარით. დაგემშვიდობებით ქალბატონო ქეთი, მადლობას მოგახსენებთ იმისთვის, რომ ასეთი საინტერესო საკითხი, ასე საინტერესოდ გაგიხსენით უფრო კარგად, დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ მნიშვნელოვან წესებს გაითვალისწინებენ ადამიანები და ის სიყვარული, რაც მათ თავდაპირველად ჰქონდათ, მუდმივი იქნება ის და თითქოს და არ მოიკოჭლებს, ასე ვთქვათ. გემშვიდობებით, შემდეგი სამშაბათი, ისევ 18 საათიდან 00 წუთი, გადაცემის სტუმარი ნუ გზად კოხრეიძე. ნამქონდის ქალბატონო ქეთი და გამშვიდობები ადამიანები. კარგად იყავით, აბა კარგი.